ლაპარაკობს რადიო თავისუფლება. FM 107.4-ზე გენდერული ამბების დროა, ხუთშაბათობით გადაცემას მზია ფარესიშვილი ვუძღვები, ხმის რეჟისორი გოჩა ლეჟავა გახლავთ. დღეს გენდერულ ამბებში აზარტული თამაშების სიყვარულზე, დამოკიდებულებებზე ვისაუბრებთ. საქართველოში ეს აქტუალური და სამწუხაროდ პრობლემური თემაა. ტოტალიზატორი, კაზინო, სამორინე, ბევრისთვის თუ გართობაა, მხოლოდ აზარტი, ბევრისთვის ეს ყველაფერი პირადი, ოჯახური უბედურების მიზეზი ხდება. ბევრსმენია ისტორიები იმის შესახებ ოჯახის რომელიმე წევრი აზარტული თამაშებით შეპყრობილი, როგორ აცარიელებს სახლს, მიაქვს ლომბარდში ძვირფასეულობა, ყიდის სახლს, როგორ შეიძლება მართო აზარტული თამაშებისადმი სიყვარული, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი არ აღიქმებოდეს საზოგადოებაში საფრთხის შემცველად. ამაზე დღეს ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან და ეკონომისტ ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრთან ლევან ალაფიშვილთან ვისაუბრებთ. რადიო თავისუფლების მსმენელსაც შეგიძლიათ ჩაერთოთ დისკუსიაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაგვირეკეთ ნომერზე 2988 327. მანამდე კი მუსიკალური პაუზა. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. სტუდიაში ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მადლობა ლიკა პირველ რიგში რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ვსაუბრობთ აზარტული თამაშების სიყვარულზე, დამოკიდებულებაზე და თქვენ თვითონ თუ ხართ აზარტული, თუ გიყვართ დაუშვათ ტოტალიზატორებში თუ გითამაშიათ, ან სამორინეში თუ ყოფილხართ? ყოფილვარ ერთხელ. იყო ძალიან საინტერესო. თან სამორინეში ვიყავ, იმიტომ რომ ლას-ვეგასში მოხდა ეს ყველაფერი. თავისი ხიბლი ქონდა, თუმცა რო გითხრათ რომ აზარტული თამაშების მოყვარული ვარ, არა, ეგრე არ არის. ხო, ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, როგორ ჩნდება ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ხშირად ჩვენს გარშემო თითოეულს სმენია ისტორია, ან შეიძლება თავის თავზეც განუცდია ის მომენტი, როდესაც სწორედ ეს უკონტროლო დამოკიდებულება აზარტული თამაშები, სათამაშო აპარატები იქნება, თუ რაღაც იგივე ტოტალიზატორები, სწორედ ხდება უთანხმოების მიზეზი, პრობლემა იქნება სერიოზული, ხო, როდესაც იქ ოჯახის ერთ-ერთ წევრს გააქვს ყველაფერი უკვე სახლიდან, რომ რაღაცნაირად ეს ჟინი დაიკმაყოფილოს. ჩვენ გვინდა მაგაზე ვისაუბროთ და როგორც ხვდები, ამ შემთხვევაში არ არის. ახლა შეიძლება სტატისტიკურად თითქოს უფრო ჩანს, რომ მხოლოდ კაცები არიან, ასე ვთქვათ, უფრო მოწყვლადი ჯგუფი ამ მხრივ, მაგრამ საკმაოდ ქალებსაც ძალიან უყვართ. თურმე. იცით რა არის, ესაც კულტურით განპირობებულია, რომ პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ ბიჭები არიან ასეთ საქციელში ჩაბმული და პრინციპში თავად სიტუაციაც უფრო უფიცგებს, რომ ბიჭები, იმიტომ რომ ბიჭები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ამ კულტურულ კონტექსტს გავუცდებით და შევხედავთ საერთოდ მსოფლიოში რა ხდება, იქ თუნდაც იგივე ლას-ვეგასში, როგორც ქალები, ისე კაცები საკმაოდ აზარტულად თამაშობენ. მე მინდა მაინც ამაზე ვისაუბრო როგორც დამოკიდებულებაზე და არა რაღაც ახირებაზე, ან რაღაც ხასიათში ადამიანს უზის და ასე შემდეგ. და როგორც ნებისმიერი დამოკიდებულება, ის ქცევის რაღაცა პატერნს განაპირობებს. საერთოდ ცოტა შევარდნა დავიწყოთ, დამოკიდებულება ზოგადად ასე რომ უხეშად დავყოთ, ორი არის ეს, შეიძლება იყოს ქცევითი დამოკიდებულება, ეს შეიძლება იყოს ნივთიერებაზე დამოკიდებულება. რაღაცებში ეს ორი ერთმანეთს გავს, რაღაცებში განსხვავდება. პირველი განსხვავება რა თქმა უნდა იმას შორის, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულება პირდაპირ ცვლის ადამიანის ცნობიერებას. ანუ რაღაცა ქიმიური პროცესებით, რომელიც ტვინში მიმდინარეობს, ცნობიერება იცვლება ძალიან შეგვიძლია ეს გავზომოთ კიდევაც, შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც და სიმპტომები აღწეროთ და ასე შემდეგ. ქცევით დამოკიდებულებაზე როცა გვაქვს საუბარი, ეს ცვლილება ცნობიერებაში ესეთი თვალსაჩინო არ არის. იმიტომ რომ ვითომც და ადამიანი რჩება იგივე ტემპერამენტის, იგივე აზროვნების, იგივე მეხსიერების, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ იცვლება მისი ქცევა. და ამ შემთხვევაშიც უნდა ისევე ვიმუშაოთ ამ ადამიანთან, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულ ადამიანს. ხო, აი ესეთი ლუდომანია ქვია, ხო, ასეთ ტერმინს და ეს, არ ნიშნავს, რომ ლუდი გიყვარს, უბრალოდ, სამწუხაროდ ეს გაცილებით სხვა დამოკიდებულებაზეა, სწორედ აზარტული თამაშების
ესეთ გაუკონტროლებელ. რა ხდება ამ დროს? რატომ მიდის, ხო? ეს არის იული ფული, თუ ეს საკმაოდ რთულია ალბათ, ხო, ასახსნელად. იმიტომ რომ სოციალური გაჭირვება ბევრი და იული და სწრაფი ფულის შოვნა გინდა, თუ აი თქვენი დაკვირვებით მაინც რა мотиваცია ამ დროს ადამიანში? მე მგონია, რომ ფული აქ არის ყველაზე ნაკლები мотиваცია, თუმცა შეიძლება იყოს ტრიგერი, რომელიც უბიძგებს ადამიანს. იმიტომ რომ ფულის გაკეთების უამრავი ხერხი არსებობს. თიულად ბოლოს და ბოლოს ადამიანს შეუძლია წავიდეს და ამოგაცალოს, ხო, დაუშვათ. კი, რაღაცა უნდა რომ გააკეთოს. ეს ადამიანი, რომელიც ირჩევს თავის რაღაც სრულების დასაკმაყოფილებლად აზარტულ თამაშებს, ესე იგი მას აზარტული თამაში ადგება და არა სხვა რაღაცა ხერხი ამ ფულის შოვნის. როგორც წესი, ეს არის პრობლემა ადაპტაციასთან, პრობლემა სამყაროში არსებობასთან. ეგ შეიძლება მიზეზი იყოს უამრავი, ყოველ ადამიანს თავისი მიზეზი აქვს, რატო ვერ ერგება იმ სამყაროს, რომელშიც ის არსებობს. მაგრამ რეალურად არის, რომ იმ სამყაროს წესებით თამაში, რომელშიც ის ცხოვრობს, მას უჭერს. და ამიტომ მიმართავს სწორედ ესეთ სათამაშო დაწესებულებებს, ხო? ჩვენს პირდაპირ ეთერში ჩვენს მსმენელებს შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ, თქვენი გამოცდილება, თქვენი შეხედულება გაგვიზიაროთ სწორედ აზარტული თამაშების სიყვარულთან დაკავშირებით, დამოკიდებულებასთან დაკავშირებით 2988327-ია ჩვენი ნომერი, დაგვირეკეთ და ჩვენ სწორედ საუბრობდით იმაზე, რომ ზოგადად ეს მაინც თითქოს არის დამოკიდებულება სწორედ ადაპტაცია, რომ საზოგადოებაში თვით დამკვიდრების ესეთი მომენტად შეიძლება განვიხილოთ ეს ყველაფერი. მომენტულებას ცოტა რომ ჩავუვარდე. ნახეთ, ადამიანი მიდის ალტერნატიულ რეალობაში, სადაც ქცევის წესები რა არის მიღებული, რა არის მიუღებელი, რა არის წარმატებული, რა არის წარუმატებელი. როგორ დამკვიდრდი, არის ბევრად უფრო მარტივი და გაწერილი, ვიდრე რეალურ სამყაროში. ამ წესების ათვისება ხდება უფრო მალე და ადამიანი თავის დამკვიდრებას, თავის რეალიზაციას იწყებს ალტერნატიულ სამყაროში. სხვა შეს პარალელი შემიძლია გავავლო ნივთიერებასთან, იმიტომ რომ ნივთიერებითაც ჩვენ ალტერნატიულ სამყაროს ქმნით. უბრალოდ ის იმდენად ჩანს, რომ ადამიანი იმ ალტერნატიურ სამყაროშია, რომ ჩვენ ამას აღვიქვავთ. გარედამყოფი ადამიანები და აქ ვერ ხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც შედის კაზინოში ან სათამაშო ოთახში, ის შედის სხვა სამყაროში. იქ რიტუალებიც კი სხვანაირია, იქ ჟარგონიც სხვანაირია, იქ ის სხვანაირად იქცევა ისე, რომ მან იცის როგორ. და თან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამაზე მუშაობს მთელი ინდუსტრია, რომელიც გამოჭერაზეა, გამოჭეროთ ესეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ ეს მარტივი წესები, რომლებსაც ჩვენ თავიდან როგორც ინდუსტრია ვაგრძნობინებთ, რომ ისინი არიან წარმატებულები, რომ მათ შეუძლიათ რაღაცის მოგება, რომ მათი ქცევა არის მისაღები. ეს ხო კაზინო იმართება, ეს ხომ არის ძალიან მომგებიანი ბიზნესი და ხალხი ჩასაფრებულია, რომ მე ამაზე დამაჭიროს. და მე თავიდან მაგრძნობინოს თავი ძალიან კარგად. და მე ამ კარგ გრძნობის მოსაპოვებლად ისევე დავბრუნდე უკვე ჩემთვის ნაცნობ პატარა დაცულ გარემოში, სადაც მე შემიძლია ვიყო ჩემი თავი. უბრალოდ ნელ-ნელა ხდება რეალობასთან გაწყვეტა და ნელ-ნელა ეს ჩემი მოგონილი ხელოვნური და დაცული სისტემა ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის სამყარო, რომელიც არსებობს სინამდვილეში. და ნელ-ნელა მე ამაში ვიკარგებ. დიახ, აი აქ უკვე სწორედ ჩდება თითქოს რაღაცეთი მომენტი, როდესაც უკვე უხეში ნათქვამი მადნუჩა მithulis მსმენელიც პათოლოგიური რაღაც მანიაკალური, ანუ სწრაფვა ჩდება. მე მინდა შემოგთავაზოთ, რას ფიქრობს ქუჩაში გამვლელი ხალხი, სწორედ ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ჩემმა კოლეგა მიხეილ ეგიკოვმა ჩაატარა ეს პატარა ბლიც გამოკითხვა და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ეს. ოჯახში საერთოდ რამდენი დიდი პრობლემა აი საოჯახო ბიუჯეტისთვის რამდენად ხშირად ზარალდება ოჯახი, იმიტომ რომ მამაკაცი არ საუბრობს. ბიუჯეტზე აქ ლაპარაკი აღარ არის. აქ არის ოჯახის არსებობაზე, ხო? ეს ხალხი, რომელიც ავადმყოფები არიან და თქვენ რომ დაელაპარაკოთ პროფესიონალ ფსიქიატრებს, გეტყვიან რომ ეს არის პრაქტიკულად განუკურნავადი სენი რა. ადამიანი, რომელიც აი ტვინში რაღაც ესეთი ძვრები მოხდა, უკან ვეღარ აბრუნებენ. აი ნარკომანს შეიძლება თეორიულად უშველოთ, ალკოჰოლიკს შეიძლება უშველოთ და იგრომანს ვერ შველია. ეს ნებისმიერი პროფესიონალი ფსიქიატრი გეტყვის ამას. ხო და ამას
გრევა მოყვება, პიროვნების გრევა და არა მარტო თავისი, არამედ გარშემო ვინც არის, ახლობლები, ოჯახის წევრები პირველ რიგში. ეს დიდი ტრაგედიაა. ვინც აზარტულ თამაშებს არის, თამაშებზეა მიმდევარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან აზარალებს, იმიტომ რომ ერთხელ მოიგებს და მერე წააგებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორია. ბევრად ზარალდება ხალხი რა, ძალიან და ცუდ შედეგამდეც მიდის რა. ბევრი გამიგია თვითმკვლელობამდეც რომ ისულა ხალხი. თუ უბრალოდ ერთობა ადამიანი და ხარჯავს ამაში რაღაც მინიმალურ თანხას, შეიძლება ამით ოჯახის ბიუჯეტი არ დაზარალდეს, მაგრამ თუ ეს უკვე ხდება იღებს უფრო სწორედ უკვე ყოველდღიურ სახეს და უფრო გადადის არაგართობაში და უკვე ხალხი მიდის ყველანაირ რისკზე რომ ჩადოს ამაში თავისი ქონება, ფიქრობ რომ ამით ძალიან სერიოზულად ზარალდება ოჯახის ბიუჯეტი. რეალურად რა დავიყვანოთ, აი ძალიან ლოგიკურად. რატომ მივდივარ მე და რატო ვდებ გერმანიაზე 1000 ლარს? აი რა მინდა ესე კი, ხო? ფული მინდა, ხო? იმიტომ რომ თუ ყურება მინდა, წავალ უცვიყიდი მეგობრებთან და ვისი ამოვნებ და ხან გერმანიას დავიძახებ, ხან არ დავიძახებ. ანუ ეს პრობლემაა რა, არა გვაქვს ეკონომიკა, უმრავლესობა არის ამის მსხვერპლი, შეიძლება ითქვას. თქვენს ახლობლოში თუ არიან აზარტული ხალხი? კი არის. არიან და ბევრისთვის სავალალო შედეგებიც მოუტანიათ. ძალიან ბევრი ვიცი ამისგან გადავარდნილი. ძალიან ბევრი ბიჭების პატრონები, მოზარდების პატრონები, გარდატეხის ასაკში, ხო იცით? ადვილად ებმევიან ბავშვები. ჩვენ ვისმენდით სწორედ თბილისში ქუჩაში გამველი ხალხის მოსაზრებას, მასთან თუ რა შედეგი მოაქვს ან რას ფიქრობენ იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ესეთი მიდრეკილება, დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. ჩვენი სტუმარი სტუდიაში გენდერული ამბების გადაცემაში გახლავთ ლიკა ბარაბაძე, ფსიქოლოგი. როდესაც ვისმენდით ლიკა აქ ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, სწორედ აი მოზარდებში, სწორედ მაქედან იწყება თითქოს ხო ეს ხაფა ეს მომენტი რამდენად საშიში ან როგორ უნდა მოიქცე, ხო, იმიტომ რომ მშობელმა ამ შემთხვევაში, რომ მაინც აკრძალული ხილი უფრო ტკბილია, რომ აი ეს ბალანსი დაცული რო იყოს. ნუ ჩემს ერთი კანონი გრძალავს, რომ მოზარდებმა მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აქედან გამომდინარე მე როგორც მშობელს არ შემიძლია ვთქვა რომ იცი ეს აკრძალული ხილი მოდი არ იყოს და წავიყვან ჩემ შულს სათამაშოდ, იმიტომ რომ უბრალოდ ამის უფლება არ აქვს. მოზარდობის დროს ყოფილი რასაც მე ვისაუბრე არის განსაკუთრებით მწვავედ, იმიტომ რომ ადამიანი ისედაც ეძებს თავის თავს, თავის იდენტობას, ცდილობს აღმოაჩინოს თავისი როლი ამ სამყაროში, ეს სამყაროს წესებზე რომ ვისაუბრე, ცდილობს დაადგინოს რა არის, როგორი არის, აქედან გამომდინარე უფრო მეტი რისკია, რომ თუ რაღაც ადვილი გამოსავალი იპოვოს, იმ ადვილ გამოსავალს მიყვეს. და მე მინდა რომ ჩვენს ეს არ არის არც აზარტული თამაშების არსებობის პრობლემა და არც ის რომ როგორც ბუნებრივი ბევრი რამეა ისეთი რომ ეს ადამიანი არის აბადმყოფი და უკვე ესეთი იარლიყების არ არის ეს არის ადამიანი რომელიც გარკვეულ საჭიროებას სხვა მხრივ სხვა მეთოდებით რომელთაც მე თქვენ ვიღაცა იკმაყოფილებს ამ საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს ეს შეიძლება უამრავი საჭიროება იყოს ეს ინდივიდუალურია ზოგს ურთიერთობის ნაკლებობა აქვს ზოგს თვითდამკვიდრების პრობლემა აქვს ზოგს არ ვიცი სამყაროში თავის თავი ანუ ეს უკვე ინდივიდუალურია კონკრეტულად რა მიზნით მიდის მაგრამ საერთო ის არის რომ არსებობს რაღაცა საჭიროება რომელსაც ის ვერ აკმაყოფილებს იმ ქალაქში იმ საზოგადოებაში იმ მეგობრებში და იმ ხასიათით და იმ ეს არის ტენდენციაც კიდეც ხო რაღაც საზოგადოებრივი აზრი მკვიდრდება დაუშვათ ჩვენს მსმენელსაც შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი შეხედულება სად გადის ზღვარი სწორედ უბრალოდ გართობასა თუ ძალიან ასე ვთქვათ სავალალო დამოკიდებულებას შორის აზარტული თამაშების სიყვარულისადმი 2988 327 შეგიძლიათ დაგვირეკოთ ყოველ ნაბიჯზე ბევრი ასე ვთქვათ ესეთია ცდუნება თუ გამოვიყენთ ამ წყოს არის როდესაც გელის ხო იგივე ყველაფერი შეიძლება იყოს ხო დაუშვათ ზოგს იგივე ძვირფასი ვიტრინები და იქ კავები იზიდავს ხო იქ ზოგ შეიძლება ალკოჰოლური სასმელი იყოს ერთ-ერთი ესეთი გამოწვევაც როდესაც შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდე მერე
არის სწორედ ეს იგივე ტოტალიზატორები, იგივე სამურინეები, ხო, ძალიან ბევრი სათამაშო აპარატები, როდესაც მიდიხარ და მაშინ ამ დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა დაუშვათ ან როგორ უნდა იგრძნოს, რომ ამას აკონტროლებ, ხო? იცით, ამ დროს თუკი უკვე წამოვეგეთ, უკვე თუკი წავედით ამ გზით, კარგი იქნებოდა ვინმეს დახმარებით, მე არ ვიცი რომ მაინც ფსიქოლოგის. შეიძლება ის იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მშობელი. კარგი იქნებოდა იმის კვლევა. ხო, სოციუმი გააჩნია რელიგიურ მინდორებას, დაუშვათ მოძღვარს ახსენებენ ხოლმე ხშირად პრობლემის გადაჭრის დროს. ადამიანისთვის ვინ არის ავტორიტეტი და მშობელი, ამის კვლევა რატომ მინდა მე იქ? რა მიბიძგებს იქეთკენ? იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს აპარატი, შეიძლება ეს იყოს შოპინგი, უამრავი ქცევითი, შეიძლება ეს იყოს ინტერნეტი, უამრავი ქცევითი დამოკიდებულების ხერხია. პრობლემა იმაში კი არა, რომ ხერხი არსებობს, ერთი ხერხი არ იქნება, წავა მეორეს იპოვის. ერთ ქვეყანაში აკრძალავენ, წავა მეორე ქვეყანაში. აკრძალვა ეს არ არის გამოსავალი, ხო? ანუ უნდა ვიპოვოთ რას ანაზღაურებს, რას აკომპენსირებს ეს ადამიანი იმ სათამაშო აპარატთან, რა აკალია ცხოვრებაში. ეს თუკი თვითონ ადამიანს მარტო ვერ ახერხებს და განსაკუთრებით მოზარდობაში სულაც არ არის გასაკვირი რომ მარტო ვერ ახერხებს. არსებობს კი საქართველოში ესეთი პრობლემა, როდესაც არის ესეთი ფარული, ეგრეთ წოდებული მაზავშიკებს ეძახიან, სწორედ ასაკს არ დაგიდებენ. თუმცა შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ სწორედ მაგაზე ვისაუბრებთ, კიდევ სახელმწიფო რა როლს თამაშობს და რა შეზღუდვებს ან წესრიგს ამყარებს, რომ ეს იყოს, დავუშვათ 18 წელია და 21 წელი განსაზღვრელი, სწორედ ეს, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ თუმცა საქართველოში, როდესაც გვიან ხდება, ასე ვთქვათ, ოჯახიდან შვილის, ხო, აქ ამ შემთხვევაში ვაჟი იქნება თუ ხალი გოგონა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ასაკიც კი საკმაოდ პატარა ეჩვენებათ და ფიქრობენ, რომ არ ვიცი, 25 წელს ფიქრობენ, ესეთი ვერსიებიც ისმის ხოლმე, მაგრამ რეალურად მაინც პრობლემა ალბათ სხვა რამეშია, ხო? დიახ, გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემთვის იდეალურს გეტყვით, ახლა პრობლემის გადაწყვეტა ასაკის აწევი კი არ იქნებოდა. ოჯახში დამოკიდებულება იქნებოდა, რომ 25 წლის ადამიანი 25 წლის ადამიანივით იქცევა და 21 წლის ადამიანი 21-ით და 18 წლის ადამიანს კიდე რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა ქონდეს ცხოვრებაში, რომ ისეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდება, რომ რაღაცა უნდა გადაწყვეტოს, რაღაცაზე უარი თქვას და თავისი საქციელის შედეგი განსაზღვროს, ამისი პრაქტიკა ქონდეს, იმიტომ რომ ნახეთ ძალიან ბევრს და მინდა გითხრათ ძალიან ბევრ ბიჭს არ აქვს პრაქტიკა რაღაცების თვითონ გადაწყვეტის და წარუმატებლობასთან გამკლავების. იმიტომ რომ მას ზდიან როგორც ღმერთს ოჯახში, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება. და როდესაც ის გადის უკვე ოჯახიდან ქუჩაში და იქ რაღაცები არ გამოსდის, მე უკვე ისე იძებს ისევ დასულ სივრცეში, სადაც ისევ რაღაცები გამოუვა. არა და რაღაცების არ გამოსვლა, სტრესთან გამკლავება, თუნდაც ტირილი, ყვირილი აგრესია, ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება ბავშვები ამისგან დავიცვათ. ხო, ეს არ არის სტარი შეხედულება თითქოს, რომ აი ბუნებრივია ძალადობაზე არ არის საუბარი და ბუნებრივია ძალადობაზე არ არის საუბარი. ჩვენ საუბრობთ სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი იგივე ის გრძნობის გამოხატვა, ემოცია, ზედმეტი ვალდებულებების, ასე ვთქვათ, დაკომპლექსება, ეს სწორედ მიდის მე უკვე სხვადასხვა რაღაც, ასე ვთქვათ, გართულებებთან, თუ შეიძლება ესე ითქვას და სამწუხაროდ არის მე უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლაც ძალადობაც ოჯახში, სწორედ თუნდაც ამ შემთხვევაში ჩვენ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ და რა არის ამ დროს, ხო, აი, როდესაც სულ ესე არ ყალიბდება, ხო, მაგრამ იგივე პრობლემა იქმნება ოჯახში. როდესაც ერთ-ერთი მეუღლე, ამიტომ ნამდვილად როგორც გავიგე, ასე თქვა და რაც იმას თქვენ სტატისტიკურად ქალები ნაკლებად თითქოს იღებენ ამ შემოწმ, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის და ცნობილია, განსაკუთრებით თბილისშიც უფრო დიდი ქალაქია და სხვა მაინც სხვა ინფორმაციის დონეა და წვდომა არის. რა ხდება ამ დროს დაუშვათ, იგივე გამოსწორდები არა, აი ესეთი დამოკიდებულება, ან მართლა როგორ უნდა მოიქცეს ერთ-ერთი მეუღლე, როდესაც ხედავს, რომ მის პარტნიორს, ან ოჯახის წევრს აქვს აი სწორედ ესეთი დამოკიდებულება. კიდევ ერთი შანსი, მრავალი შანსი, თუ აი როგორ იქცევა ადამიანი ამ დროს. პირველი გამოწვევა, რომელიც მეუღლის წინ დგას, რაც არის ძალიან რთული, განასხვაოს ეს დამოკიდებულება, თუ ადამიანი უბრალოდ ერთობა.
იმიტომ რომ ისევ ნივთიერებებს ვბრუნდები, ვიცით რომ ადამიანს შეუძლია რეკრეაციულად რაღაცები გააკეთოს წელიწადში ერთხელ და მე მშვენივრად იცხოვროს. აქაც შეიძლება ადამიანი დადის ერთობა, საერთოდ სოციალური დატვირთვა აქვს ამას. ნუ ჩვეულება დავარქვათ ესე დროის ტარება რაღაც ისეთი. ამიტომ პირველი რაც უნდა ვქნათ და რაც ძალიან ძნელია ხომ და გაარჩიე. ეს ადამიანი კარგავს რეალობასთან კავშირს და ყველაფერს მსხვერპლს წირავს ამ თავის თამაშს, თუ თამაში არის მისი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი, როგორც ჰობი. ჰობი, დიახ. და ეს აი თუ კარგად იცნობ შენ პარტნიორს, დაკვირვების გზით შეიძლება ამოიცნო, რომ რა არის მისთვის პრიორიტეტული ცხოვრებაში, რაც იყო მანამდე პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები დარჩა და რაღაცა დაემატა, თუ ყველაფერი ქვემოთ ჩაიზნიქა და პირველ ადგილზე არის თამაში და რაც მაგალითად ადრე მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა და არ მიდის, რაც თამაშს უყურებდა. ანუ ხო, ეს მთელი ხდება ესეთი მომენტი. ამ დროს ნუ ეს ყველაფერი დაუშვათ გასაგებია, ხო, როდესაც სამწუხაროდ საქართველოში ნუ ბევრი არ არის ესეთი სოციალურად შეძლებული, როდესაც ესეთი გრძელი ერთი ფული ლარი კონდეს, ხო, რომელსაც მოაჭრი, როცა გინდა და ასე ვთქვათ, წახვალ და ეს ფინანსურ ოჯახის ფინანსებზე არ აისახება მტკივნეულად. აი, როდესაც უკვე აქ მატერიალური ზარალიც მიდის ფსიქოლოგიურთან ერთად, აი ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის წევრი, ახლობელი ადამიანი. აი ამ დროს უკვე როცა ხედავთ რომ ცხოვრებაში ამით ცხოვრობს და ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დღისით რომ მოვა და კონტაქტს კარგავს სამყაროსთან, რაც უფრო მეტ დროს ატარებს იქ, მით უფრო ნაკლები კონტაქტი რჩება რეალურ სამყაროსთან, მით უფრო იკეტება ადამიანი არა იმ სამყაროში და აღარ ესმის აქ რა ხდება და არ ესმის რომ რაღაცების გაყიდვა არ არის ნორმალური საქციელი ამ სამყაროში, და იმ სამყაროში ეს ნორმალური საქციელია. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ადამიანს, რომელიც დაეხმარება იმ ტრამვების, იმ მიზეზების, იმ საჭიროებების დადგენაში, რაც ამ ადამიანს იქ უკმაყოფილდება. კი ჩვენ შეიძლება დავაწვეთ, დავაშინოთ, ცოტა ხნით ეს გამოსწორდეს, მაგრამ თუ საჭიროება არ დაკმაყოფილდა, ან იგივეს დაუბრუნდება ადამიანი, ან სხვა დესტრუქციულ რაღაცას მიმართავს, რომლითაც ამ საჭიროებას დაიკმაყოფილებს. და რა თქმა უნდა, რაც უფრო დასაწყისში ვართ პროცესის, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ და რაც უფრო ადამიანი გადავიდა ალტერნატიულ სამყაროში და რაც უფრო მატრიცაში ცხოვრობს, მით უფრო რთულია გამოვქაჩოთ და ისევ დავაბრუნოთ იმ სიფრთხეში, სადაც ჩვენ ვართ. დიახ, ჩვენ საუბრობთ სწორედ აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე. რამდენიმე წუთით ახალ ამბებზე გავდივართ. ნინო როდონაია გაგვაცნობს რადიო თავისუფლების მსმენელს ახალ ამბებს. ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, გენდერული ამბები ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ საუბრობთ, მიკროფონთან მზია ფარეციშვილი მუშაობს, ჩვენ საუბრობთ აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე. ჩვენი სტუმარი გახლავთ ლიკა ბარაბაძე, ფსიქოლოგი. სწორედ განვიხილავთ საქართველოში საკმაოდ სამწუხაროდ ის, რაც შეიძლება სხვა წარმატებულ ოჯახებში ან ზოგადად ქვეყნებში უფრო რაღაც ზეიმთან არის დამოკიდებული დროს ტარებასთან, ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანის პირადი უბედურების საბაბი ხდება სწორედ ესეთი დამოკიდებულება. ჩვენ მეტნაკლებად ვცდილობთ, ძნელია დაახლოებით 1 საათში რაღაცა ესეთი უნიკალური გზები გამოვნახოთ, თუმცა ვცდილობთ ვისაუბროთ და ლიკა ბარაბაძე გვეხმარება ამაში, გავარკვიოთ, სად გადის აი სწორედ მყიფე ზღვარი და ძაფი, როდესაც გართობას და დამოკიდებულებას შორის უკვე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ზღვარი გათის. ჩვენს მსმენელებს შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 2988327 და მანამდე ჩვენ საუბრობთ დიახ სწორედ იმაზე, რომ თავარია თავიდან შევნიშნოთ აი ეს мотиваცია. ხო, აქ მშობლებზე საუბრობთ, იგივე მეუღლეებზე, პარტნიორებზე, მეგობრებზე, არა აქ გვერდით მდგომ ახლობელ ადამიანზე, აი როდის ვამჩნევთ. ხო, იცით რა, ერთ მხრივ არ მინდა საზოგადოება დავაშინო, რომ არ იქა და იქ ადამიანი ავადმყოფია. აი, როგორც ერთ-ერთმა გამლელმა თავის ინტერვიუში თქვა, რომ არაფერი არ ეშველება და ასე შემდეგ. აქ საუბარი არ არის, ხო, ჩვეულებრივ დამოკიდებულება მასე შეიძლება ჭარბწონაზეც გქონდეს დამოკიდებულება, ანუ კვებაზე, ხო, და ასე შემდეგ. მეორე მხრივ მინდა რომ რეალისტურად შეაფასონ სიტუაცია. არც ძალიან შეეშინდეთ, მაგრამ თან ყურებიეთ სასკვეტელი ქონდეთ.
ესეთ რაღაცებს შენიშვნა საერთოდ და გამოჭერა ადვილად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ადამიანებს შორის კონტაქტი კარგად არის დამყარებული და ერთი ადამიანის ცვლილებას მეორე ადამიანი ადვილად ხვდება. ისეთ ოჯახებში, სადაც არც საუბრობენ, არც ერთმანეთს ეკონტაქტებიან, ძალიან ძნელია გაარკვიო, უცებ ადამიანი, რომელსაც არ ესაუბრები, რა ხდება მის თავს და შეიძლება რა თქმა უნდა შენიშნო მაშინ, როდესაც უკვე ტელევიზორები გააქვთ და ბინებს დებენ და მანქანებს ყიდიან და ასე შემდეგ. როგორც ხდება ხოლმე მინდა გითხრათ. ხო? ანუ როდესაც უკვე იმდენად იმ ილუზიაში ცხოვრობს ადამიანი, რომ ზუსტ ურთიერთობის დეფიციტი, ეს ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, როგორც ვთქვით. თუმცა ესეც რთულია, იმიტომ რომ თუ მოზარდებზე ვისაუბრებთ, ან რაღაც ახალგაზრდა კაცებზე მაგ დროს ხდება რაღაცა, ნუ ჩამჩიჩინება, ანუ რაღაცა შენ არიცი, მე უკეთესად ვიცი. ურთიერთობა არ იწყება მოზარდობის დროს. და ბავშვთან ურთიერთობა თუ დავიწყოთ ჩვენ, როდესაც ის გახდა 14-ის, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკან წამოსული რეაქცია არ გვექნება. ურთიერთობა იწყება ბავშვის დაბადების შემდეგ. ეს ოჯახებში ხო, როდესაც უკვე დასრული პარტნიორები და ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, იგი ოჯახური წყვილი არ ამე, აქ უკვე უშუალოდ სხვა მომენტია, ხო? შენ ხვდება ადამიანი უკვე ესეთი როგორიც არის. გარკვეულწილად და გარკვეულწილად ჩვენ ერთად ვითარდებით, ან არ ვითარდებით. ყოველ შემთხვევაში რა ურთიერთობის მოდელს ავიღებთ, რომ მე რაც რაღაცა მოწუხებს ამის შესახებ ვიზახი, თუ ვმალავ, თუ მეგობარს ვეუბნები და მეუღლეს არა, ეს უკვე ჩვენზე არ დამოკიდებული. შეიძლება ორ ადამიანს, რომელიც ერთად ცხოვრობს, თავისი ოჯახებიდან სხვადასხვა ურთიერთობის მოდელი მოქონდეთ. მაგრამ მე ხდება წესით ამის რაღაცნაირად გამიჩნდა. დიახ, ჩვენი საუბარი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ლიკასთან ჩვენ გვინდა გადაცემის მეორე სტუმართან ვისაუბროთ სწორედ იმაზე, სახელმწიფო რას აკეთებს, ბატონ ლევან ალფიშვილთან, თუმცა მანამდე მე როგორც ხვდები, მთავარი არის, რომ თქვენი რჩევა ესეთი იქნება გზავნილი, ხო, ჩვენი მსმენელების მიმართ, რომ იყოს უშუალობა და ღია ურთიერთობა და მედიატორი თუ კი ეს არ გამოდის. იმიტომ რომ ხანდახან ვთქვი, თუ კი ესეთი კონტექსტი მაქვს, ესეთი მოცემულობა მაქვს, ეხა მე ავიღო და რადიკალურად შევიცვალო და რადიკალურად ურთიერთობაზე გამომივიდა, შეიძლება არ არის ეს, არ ხდება, არ მაქვს მე ამის მაგალითი ოჯახში, ხო? მაშინ კარგი იქნება მესამე პირის შემოყვანა, რომელიც ორივე ადამიანისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვინც დამოკიდებულია, იქნება რაღაცა ღირებულების ავტორიტეტის მატარებელი. ეს არ არის განუკურნებელი სენი, მთავარია მონდომება ყველა მხრიდან და გამოვა ყველაფერი, ხო, ამას გვეუბნება ჩვენი სტუმარიც, ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე. დიდი მადლობა ლიკას მობრძანებისთვის. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, მუსიკალური პაუზის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენ დღეს საუბრობთ სწორედ იმაზე, აზარტული თამაშების სიყვარულზე, დამოკიდებულებაზე. ვისაუბრეთ ფსიქოლოგთან, რომელმაც ახსნა, რატომ მიდის ადამიანი და რატომ ხდება ეს გართობა მერე უკვე მანკიერი მხარე. ჩვენი სტუმარი გახლავთ ლევან ალაფიშვილი, ეკონომისტი, ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრიც, რომელიც იქიდან მოდის ახლა სწორედ თუ ილაპარაკეთ ლევან დღეს სწორედ სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიაზე, თუ დღეს ამაზე არ იყო საუბარი. მოგესალმებით თქვენ და თქვენს რადიო მსმენელს, პატარა კორექტივს შევიტან. ჩემს საყვარელ პროფესიას ამემართებაში იურისტი გახლავართ. აჰა, იურისტი. რომელიც კარგად ერკვევა? კი, რა თქმა უნდა, საჯარო ფინანსებში მუშაობ, შესაბამისად ეს არის რის გამოც ასე ვთქვათ, ჩანს ჩემი კომენტარები თუ ჩემი ყოფნა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. და თემებთან მიმართებაში რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ნუ არა დღევანდელ სხდომაზე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი იყო, თუ პირდაპირ ამ კუთხით საუბარი არ იყო, თუმცა იგივე გახსოვთ ხო კომენტარი სათამაშო ბიზნესიდან შემცირებულ შემოსავლებზე. გასაგებია და ეს იგივე მომგებიანი ბიზნესი. ავას გულისხმობთ, არა. გასაგებია. ეს მსჯელობისაგან საბჭოზე. თქვენ თვითონ თუ ხართ აზარტული? არა. აი თუ გიყვართ ესეთი თამაშები? არა, ესეთი რაღაცეები ძნელად ამოხსნადი და ესეთი რაღაცეები უფრო მომწონს, როდესაც პაექრობა, ასე ვთქვათ,
ერთ-ერთი სხვა აზარტს ამჯობინებთ, ხო, სხვა არენაზე. სადაც გონებას ვავარჯიშებ და შემთხვევითობაზე და რისკებზე და იმებზე მაქსიმალურად შემცირებულად ვარ დამოკიდებული. დიახ, საქმე ის არის, რომ საკმაოდ განვითარებულია საქართველოში ეს ინდუსტრია, სათამაშო ინდუსტრია და პერიოდულად წლების განმავლობაში ეს ხდება სწორედ განსჯის აბავი. მე მინდა 4 წლის წინანდელი სიუჟეტი მოგასმენინოთ ახლა ჩემი კოლეგის ეკაკევანიშვილის, როდესაც ინიციატივის დონეზე ხდებოდა უკვე განხილვა პარლამენტში, უნდა აიკრძალოს თუ არა, ასე ვთქვათ, კაზინოები, სამორინეები და ტოტალიზატორები. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მოვისმენოთ ეს სიუჟეტი. დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა 18 წლის ახალგაზრდას არ უკრძალავს ესტუმროს სათამაშო აპარატების სალონს, ტოტალიზატორს, ბინგოს თუ სხვა სახის სათამაშო დაწესებულებას. სამორინეში ასაკობრივი ზღვარი 21 წელია. სწორედ ასაკობრივი ზღვარის გაზრდას მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და საამიცოდ მიზეზებსაც ასახელებს. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური, არათანაზომადი, ასე ვთქვათ, განსაზღვრება, ვინაიდან 18 და 21 წლის ასაკის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეთან 90% არ არის მზად იმისთვის, რომ თავისი შრომის მონაგებით წარდგეს თუნდაც აზარტული თამაშობის წინაშე და რაც თავის მხრივ აზარტული თამაში არის მომავალი გამოუსწორებელი პათოლოგიების ჩამნერგავი. თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პროცესში კიდევ უფრო გააქტიურდა თვითმკვლელობების სუიციდების მცდელობა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო დაკავშირებული ვალის წარმოშობასთან, რომელიც თავის მხრივ მიმართებაშია აზარტული თამაშობებიდან წარმოქმნილ, ასე ვთქვათ, ფინანსურ ვალდებულებებთან. ეს ფაქტია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა წაუყრუოთ. პრობლემა მხოლოდ სათამაშო დაწესებულება არ არის. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს, მოსაგვარებელია ეგრეთ წოდებული მაზავშიკების საკითხით. მათ სპეციალური სქემაც კი აქვთ, თუ როგორ უნდა ჩაითრიონ აზარტული ახალგაზრდები თამაში. მთავარი შედეგი ეგრეთ წოდებული ჩათრეულების წაგება. საინტერესოა ისიც, რომ თანხის ამოღებას მუქარისკით კიდევ ცალკე ხალხი კურირებს. მაზავშიკები, რომლებიც არიან ცოცხალი ტოტალიზატორები და მოძრაობენ, ასე ვთქვათ, ტოტალიზატორების ტერიტორიაზე და მათი ადგილსამყოფელი ყველა მარიცის, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ უბანში დაადგინონ იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ადულად წამოეგებიან აზარტს მიიღონ თამაში მონაწილეობა და იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ფული არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ მყარი პრინციპი იმისა და წარმოდგენა, რომ ესა თუ ის გუნდი აუცილებლად მოიგებს ამ თამაშს, მათ მისცენ შესაძლებლობა არ დადონ ქეშად ფული, ითამაშონ ეგრეთ წოდებული პრისტავკა, ანუ მერეზე ფული. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რეგიონში საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სამორინეები თუ სხვა სათამაშო დაწესებულებები ქალაქის თითქმის ყველა უბანშია განთავსებული. მაშინ, როდესაც მაგალითად თურქეთმა, სომხეთმა, ანგნებავთ აზერბაიჯანმა მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში ქალაქიდან მოშორებით დაუშვა მსგავსი დაწესებულებების ფუნქციონირება. შესაბამისად, ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ახალმა კანონმა უნდა გაითვალისწინოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი, თუ სად უნდა განთავსდეს ასეთი სათამაშო დაწესებულებები. მისი ინიციატივა ასეთ ადგილად თბილისს გამორიცხავს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ამავე ინიციატივის მიხედვით 25 წელზე ახალგაზრდა ადამიანი ასეთ ადგილას უბრალოდ არ უნდა შეუშვან. ამ ინიციატივის პარალელურად პარლამენტი 14 ივლისს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონ-პროექტსაც განიხილავდა, რომლის მიხედვით სათამაშო ბიზნესი მეტად დაიბეგრება. მოსაკრებლის რაოდენობა ახალი კანონით 2.5-ჯერ იზრდება და თუ დღეისათვის მისი ოდენობა 1500-დან 3000 ლარამდე მერყეობს, ეს თანხა ახლა 3500-დან 7000 ლარამდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ცვლილების მთავარი мотиваცია ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა იყო. თუმცა ამავე ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი ქალაქში სათამაშო დაწესებულებების მომრავლებაც გახდა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევას საყევარიშვილი ფიქრობს, რომ ფისკალური ეფექტის გარდა საგადასახადო წნეხის ზრდა შესაძლოა ჰქონდეს კიდევ ერთი მიზეზი. გახშირდა ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების კრიმინალიზაციის ფაქტები. რევას საყევარიშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილების შესაძლო შედეგებზე ლაპარაკობს. შესაძლებელი გახდება კაზინოების და სათამაშო ბიზნესის სწორედ იმ ნიშნულთან მიახლოება, რაც ის ყოველთვის არის ჩანაფიქრით, ანუ ის არასოდეს არ არის მასობრივი მოხმარების პროდუქტი, უფრო მეტად მისი მომხმარებელი არის ხოლმე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანი, რაც საქართველოში ასე არ იყო, ანუ საშუალო შემოსავლის ადამიანებსაც იოლად შეეძლოთ იქ შესვლა და წაგება, რაც ძალიან ხშირად აზარალებდა მათ. ტოტალიზატორებში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დიდად არ სიამოვნებთ. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების პარიმატჩის მენეჯერს ჩვენ მხოლოდ ის ვკითხეთ უმეტესად რა ასაკის ადამიანები სტუმრობენ მათ დაწესებულებას და როგორ უყურებენ ასაკობრივი ზღვარის გაზრდის ინიციატივას. რადიო თავისუფლებამ ასეთი პასუხი მიიღო. ეს ეგრეთ წოდებული მაზავშიკები. აი ესენი არიან დამგუპელი, თორე ტოტალიზატორი არაფერს არ შვება. დიახ, ჩვენ მოვისმინეთ 4 წლის წინ როგორი დებატები მიდიოდა სწორედ ამ აზარტულ თამაშებთან და ამ ბიზნესთან, ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ახლა ვითარება, ლევან, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ესეთი ტოტალური აკრძალვა, აი მახსენდება შარშან იანვარში დეპუტატ კობა დავითაშვილსაც ჰქონდა ინიციატივა, რომ რეკლამა მაინც აიკრძალოსო.
შველის თუ არა ეს სიტუაციას? ხო, საბოლოო ჯამში არც 4 წლის წინანდელი ეს დებატები, არც შემდგომ პერიოდში, არც ბოლო პერიოდში ახალი არ არის. იმიტომ რომ ეს ამ თემატიკას, მოდი ასე ვთქვათ, ამ პრობლემას ყოველთვის აქვს, რა თქმა უნდა, ნეგატიური მხარეები, რომელსაც სჭირდება რეგულირება. სხვათა სიმბოლოა და ემთხვა 2 დღის წინ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მაზალშიკები დააკავეს. დიახ, ანუ ესეთი არალეგალურ ხო, კი ბატონო. მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს სწორი პოლიტიკა მართვისთვის. არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით, არამედ იგივე სოციალური იქნება თუ სხვა საკითხებისთვის. აქ გაიჟღერა აკრძალვის თემა, იგივე ამ სიუჟეტშიც იყო და მეორე ტერიტორიულმა საკითხებმაც. ხო, საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ კანონში ესეთი ჩანაწერი, მაგალითად გეოგრაფიულ, ასე ვთქვათ, განთავსებასთან დაკავშირებით არ არის, არაპირდაპირ დღესაც სახელმწიფო შეუძლია ამ საკითხის რეგულირება. რა მაქვს მხედველობაში? მაგალითად, იგივე პირველი ეს არის სანებართვო სფერო. მთავრობას შეუძლია გასცეს ან არ გასცეს ნებართვა. უპირობოდ ვერ დაიწყებს ამას ვერ. ეს ერთი ეფექტური მექანიზმი, როგორ გამოიყენებს სხვა საკითხი, ანუ კანონს მიღმა ქმედებებს, ასე ვთქვათ, ვერ გავხდეთ მსჯელობისაგან. და გარდა ამისა, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სტიმულებისთვის, რომ ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, ეს აქტივობა არ იყოს კონცენტრირებული გარკვეულ ადგილას, ან გააქტიურდეს სხვაგან. მაგალითად, იგივე მოსაკრებლებთან დაკავშირებით არის სხვადასხვა შეღავათები, დავუშვათ, გათავისუფლება იქნება, ეგრეთ წოდებული სანებართვო მოსაკრებლიდან თუ შემდგომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, იგივე დუშეთი იქნება, სხვადასხვა რეგიონში ბათუმი იქნება. კი ბატონო, იგივე არის ესეთი რეგულაცია, თუ კი რომელიმე ინვესტორი ააშენებს მინიმუმ 100 ნომრიან სასტუმროს, მას იგი თავისუფლდება ამ ყველაფრისგან. ოღონდ გარკვეულ ტერიტორიებში, ყველგან არა, ხო, გარკვეულ ტერიტორიებზე. ეს არაპირდაპირ არის, რა თქმა უნდა, რეგულირება. საბოლოო ჯამში მკაცრი ეგრეთ წოდებული აკრძალვითი მიდგომა ყველა შემთხვევაში უკუშედეგს იძლევა, ანუ მთელი ამხელა სექტორი მიდის კანონს მიღმა, რასაც ბუნებრივია ექნება კრიმინალური, სოციალური თუ სხვა საკითხები. უმჯობესია სახელმწიფომ სწორად, გონივრულად მართოს ეს ყველაფერი და შესაბამისად ისე წარმართოს ურთიერთობა, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, გარდა ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის აქვს ეკონომიკური ეფექტი. თუ კი კანონს მიღმა აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ბუნებრივია როგორც მინიმუმ ბიუჯეტს დააკვდება. რამდენი ამი არ ვწონია ციფრებს. თუმცა სერიოზული შემოსავალი აქვს, იგივე ბათუმში, იმიტომ რომ აქ საუბარია სწორედ რეგიონულ მოწყობაზე, როდესაც არის ადგილობრივ ბიუჯეტში შედის ეს მოსაკრებლის და საკმაოდ სოლიდურ თანხაზია საუბარი და მე მაგონდება ესეთი ხუმრობაც კი არ ნუსთი მე გადაღებული ვით გახდა, როდესაც არა გაქვს ნავთი, თავში რაღაც ეგეთი შენეძებ იგივე შეიძლება მიმზიდველი იყოს, თუნდაც ბათუმში ჩვენ ვიცით რომ რეგიონის მეზობელი სახელმწიფოებიდან გადმოდიან სწორედ სამწუხაროდ პრობლემა იგივე რევაზმა თქვა წინა სიუჟეტში საყევარიშვილმა არის რა, რომ რეალურად სათამაშო ბიზნესი ტოტალიზატორების სეგმენტი ესე დავარქვათ, ხო? იქცა არა ან ფსიქოლოგიურად კი ანუ ეს კი არ არის რომ ამდენი აზარტული მოქალაქე ყავს, არამედ შემოსავლის წყალით იმედად იქცა ეგრეთ წოდებულად, ხო? და შესაბამისად ამით რა მაქვს მხედველობაში სოციალური ფონი იგივე დასაქმების დონე და შესაბამისად ვინმე თუ კი მცირე შემოსავალი გაუჩნდა ან ვერ გაუძუნებას და სხვა წყარო ვერ ნახა და ისეს ხა ფული როგორ გაამრავლოს და ისარგებლოს ამ მცირე შემოსავლით, აი ამაზე ზრუნავს და ყველაზე იოლი გზა არა სხვა, არამედ ეს ნახა უბრალოდ, აი ეს არის სამწუხარო რეალობა, ამას სახელმწიფომ უნდა მიხედოს, რა თქმა უნდა, როგორც სხვა სამიზნო აუდიტორია, ეხლა დავუშვით აქ არ ხდება იგივე, ლას-ვეგასი არა, ხო, ტურისტებზე დავუშვით იგივე, არ უნდა შეგვეშალოს ადგილობრივ მოსახლეობა, სათამაშო ბიზნესი და აი ეს ნეგატიური რაზეც მსჯელობდა ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია იგივე რაც იგივე ტრაგიკული ისტორიები ძალიან ბევრი ვიცით. უნდა გავყოთ ორ ნაწილად სათამაშო ბიზნესი, ეგრეთ წოდებული კაზინოები, დიდი მსხვილები, სამორინები და ეგრეთ წოდებული აპარატები და ტოტალიზატორები. ეს ორი სხვადასხვა აბსოლუტურად. იქ კლასიკური გაგებით. სხვადასხვა იგივე 4 წლიან პერსპექტივას ეხლა რომ წარმოვიდგინე, ხო? იგივე ეს დასახელებული იყო ერთ-ერთი კომპანია, ის მგონი აღარ არის უკვე ბაზარზე. იმდენი სათამაშო აპარატებიც აღარ არის. ანუ ნელ-ნელა რაღაცისკენ მიდის კანონის ფარგლებში ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში შესაძლოა მოქალაქეთა ცნობიერებაც
ასე ვთქვათ, სამწუხარო მაგალითების გათვალისწინებით იწევს. შესაძლოა სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, რაღაც ჩარევებიც არის იგივე თუნდაც კანონის დაცვა, ხო? ეგრეთ წოდებული მაზავშიკების უკანონო საქმიანობა და შესაბამისად მოახდინა რეაგირება. იგივე ამ ბიზნესების მიერ კანონის დაცვა და ამის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ, ხო? ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. მაგალითად, ახლა იგივე რეკლამასთან აქვს შეზღუდვები, იგივე ოპერირებასთან აქვს საკმაოდ მძიმე შეზღუდვები, მაგალითად, რომ მზე არ უნდა შედიოდეს ესე დავარქვათ, ხო? მზე არ უნდა შედიოდეს მათ, ასე ვთქვათ, დაწესებულებაში, ხო? არაერთი ასეთი მძიმე რეგულაცია აქვს, გარდა იმისა, რომ საგადასახადო ტვერთიც აქვს. ანუ სწორი მართვა, სწორი პოლიტიკის მოყალიბება და ისე წარმართვა ამ ყველაფერს, მე ვფიქრობ, შესაძლებლობას მოგცემს, საშუალოვადიან პერსპექტივაში მივიღოთ ის სურათი, რომელიც ეკონომიკურადაც სწორი იქნება, არ იქნება დაზარალებული, ასე ვთქვათ, არავინ და სამომავლოდაც რაღაც სახელმწიფოს განვითარების საშუალებას მისცემს, თუნდაც საინვესტიციო აქტივობების გასაუმჯობესებლად ან ტურიზმის გასაზრდელად. და მეორე მხრივ უპირობოა, ამაზე არ ვდაობ, რომ უპირობოა, რომ აქ რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური, ასე ვთქვათ, საფუძვლებიდან, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ დაცვაზეც უნდა იყოს ზრუნვა. ხო, ახლა ბუნებრივია, როდესაც იქ სათამაშო დაწესებულებაზე ესაუბრებ, ბუნებრივია იქ დავუშვათ ცნობას სამსახურიდან ვერ მოსთხოვ, ხო? იგივე ხელფასის შესახებ, აგივე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაც არის, იგივე ტენდენცია, ხო, როდესაც ყველაფერი ერთად იქნება კომპლექსურად, ხო, იგივე იული მარტივი ფულის მოძებნა, ეს არის ყველაზე უმთავრესი. დიახობა, ეს თქვენი დაკვირვებით, რომ საქართველოში, მარტო საქართველოშია ესეთი სურვილი? არა, ეს ადამიანის თანმდევია, უბრალოდ გაჩნია რომელ ქვეყანაში როგორ რეგულირდება ეს ყველაფერი და შესაბამისად იგივე ტერიტორიულ, როდესაც თავის დროზე, ასე ვთქვათ, ვსწავლობდი, დამაინტერესებს, რომ ტერიტორიული პრინციპი არის, რა ძალიან მარტივ ადამიანურ რაღაცაზე გათვლილი, სიზარმაცის, ანუ დისტანცია და დაცილებული, როდესაც ანუ ალბათ ის მაღალი ხარისხია თურმე, რომ ტერიტორიის გამო არ მივა იქ, იმიტომ რომ შორსაა დაუშვათ ურბანულს მოცილებული რა. ხო, მაგრამ ეხლა როდესაც გლობალიზაცია, ინტერნეტი დაუშვათ, როდესაც აქ უკვე სხვანაირად მოუწევს ზრუნვა სახელმწიფოს, სხვათა შორის ჩვენ რეგულაციაში, ჩვენი კანონმდებლობით უკვე გადავხედე ინტერნეტ ტოტალიზატორების საკითხიც რეგულირებადია. ასე რომ არავინ არ წარმოიდგენს, რომ ინტერნეტ ტოტალიზატორები რეგულაციის მიღმა არიან, იმიტომ რომ რეალურად ამ საქმიანობის წარმოება ლიცენზირებულ დაწესებულებებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ. უпрочёт ნებართვებისაც აქ მხოლოდ იმათ შეუძლიათ. ყველა ამას ვერ შეძლებს. ვერსაიდან მათ შორის ეს ერთი. და ძალიან მარტივი რაღაცა, რომელსაც არ ვიცი ახლა უნივერსალური ფორმულა ჯერთ ვერ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანთან დაკავშირებული ახლა ადამიანს, რომელსაც აქვს ხელში მაგალითს ვამბობ, $100 $300. მას აქვს, ასე ვთქვათ, გონივრული განშიში შესაბამისად ამ ფულის გამრავლების დავუშვათ პირველი ყველაზე მარტივი და მასზე რო არა დამოკიდებული, ხო ასეთი. წაიღოს ფული ჩადოს ბანკში, დეპოზიტზე დადოს, ან იგივე საინვესტიციო სხვადასხვა კომპანიაში ჩადოს. მაგრამ უნდა ელოდოს, ამიტომ მას სწრაფი ფული უნდა. მეორე ალტერნატივა ეგრეთ წოდებული სწრაფი ფულისა ეს შეიძლება იყოს. ხო შეიძლება რა თქმა უნდა გასესხებაც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორ რაღაცაზე ვილაპარაკოთ. დაცული უსაფრთხო ყველაფერი, მაგრამ გონივრული განშა, აქ არა სწრაფი ფული და რისკები ძალიან მაღალი და მიუხედავად ამ ყველაფერისა შეგნებულად მინის ამაზე. დიახ, აი თქვენი დაკვირვებით რაღაც თითქოს მოდა, ანუ აი დავუშვათ რაღაც ეს უნდა იძულების მომენტი სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ნაწილი, მე რა ინფორმაცია მაქვს, ძალიან დიდი ნაწილი არის ამაზე. რაც შეეხება კაზინოებთან მიმართებაში, ძალიან ბევრია ეგრეთ წოდებული აზარტული, ასე ვთქვათ, ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში, მე რაც მსმენია და სხვათა შორის ძალიან ნეგატიურ შედეგებამდეც მისულან, ძალიან ისე ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს ხედელობაში. კვლავ კაზინოები და არა ტოტალიზატორები და აპარატები, ხო. დიახ, კასიკებია. ჩვენი სტუმარი გახლავთ ლევან ალაფიშვილი, იურისტის, რომ ჩვენ საუბრობთ იმაზე, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორედ ესეთი აზარტული თამაშების ბიზნესი, ინდუსტრია არ აღიქმებოდეს საზოგადოებაში რაღაც უბედურების მომტანად, ხო? ახლა არის უამრავი ქვეყნები, სადაც ჩვეულებრივად ეს ბიზნესი ვითარდება ძალიან კარგად და ერთეულ საკითხებზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ გადაცემა გენდერული ამბებია და საკმაოდ ესეთი ბევრმა მითხრა ჩემმა კოლეგამ არ დაგავიწყდეს თქვა რომ ამ შემთხვევაში არა მარტო კაცებს სჭირთ ეს ამბავი. ხოთა შორის მანდილოსნები უფრო აზარტულები აღმოჩნდნენ კაზინოებთან მიმართებაში.
ძალიან დამოკიდებულნი არიან. ანუ თუ თამაშობ, ესე იგი ესე მსხვილად და როგორც ამბობენ, უმართლებდათ კიდეც, ანუ ჯერთ ძალიან არიან დამოკიდებული და აი ამ დამოკიდებულებიდან კიდე ანუ რომ უმართლებდათ და შესაბამისად სწორედ ამის გამო წავიდნენ ძალიან ღრმად, მათი წილი აი ამ ადამიანებში მანდილოსნების არის ძალიან მაღალი. ხო, ნუ აი ესეთი ნიჭიერებაც აღმოაჩნდეთ ქალებს. ჩვენ ახლა ხანმოკლე სარეკლამო პაუზა გვაქვს. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენ იურისტ ლევან ალაფიშვილთან ერთად საუბრობთ სახელმწიფოს როლზე, იმ წესრიგზე, რომელიც სასურველია რომ დამყარდეს საზოგადოებაში, ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან ინდუსტრიასთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ არის წმინდა ესეთი იურიდიულ საკითხებზე, ჩვენ სწორედ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, ხო? აი საინტერესოა იგივე დაუშვათ თქვენს ახლობლებს რას ურჩევთ დამოკიდებულებაში, ხო? იქ იმიტომ რომ ეს ცოდნა ალბათ მე რამდენადაც ვიცი იქ სერიოზული უმაღლესი მათემატიკის გათვლებით არის, ხო, ეს მოგების პრინციპი ეს რამე, აი მარტივად შევასვადოთ ყველას. ჯერ მაქრელები არ არიან ჩემი შვილი, უფროსი მხოლოდ 15 წლისა, უმცროსი 4-ისა, მაგრამ ყველას ვეუბნები, თუ კი აი ამ დონეზე ავარჯიშებ twins, რომ გათვლა შეგიძლია რაღაცის. ერთი მიმართულება დაუმატე და მიეცი. ერთი კითხვაც დასვი შენთვის, როდესაც ასე ვთქვათ, ფულთან და აი ამ გათვლებზე საუბრობ. შეიძლება მოძებნო რაიმე სხვა გზა, რომელთაც ამ ფულს გონივრულად დააბანდებ. აი ამ რჩევას ვაძლევ, რომ სხვა შემთხვევაში ფსიქოლოგია ძალიან დიდი ნაწილი მისი გადასაწყვეტი, ანუ გადაწყვეტის მიღების პროცესი მხოლოდ ისა და რჩევის მომენტი, რომელიც ადამიანთან, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ამ ყველაფერზე რთულია, ამას ვაძლევ ეგრეთ წოდებული ინტრიგას, რომ დაფიქრდი აი ამ მიმართულებით და მეორე იცით რეალურად ვურჩევ ყველას რომ თუ კი ასე ვთქვათ დაიანგარიშებს ამ ყველაფერს, დაიანგარიშოს ფისკალურად ფულის თვალსაზრისით მოგებული არ რჩება, მაგრამ თუ კი ადამიანი მხოლოდ სიამოვნებისთვის შედის, კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში ითამაში. თუ კი არის ესეთი რაღაცა რელაქსაციაც გააძლევს, კი ბუნებრივია, ხო? აი ამას ვამბობ, თუ კი გაქვს და ანუ დაიანგარიშეთ ახლა, ბავშვად ნუ წახვალ რესტორანში წადი. ესე დაისვენე, ხო ეს მით უმეტეს მზეც არ შემოდის იქ, დღე სულღამეა, ეგრეთ წოდებულად. მოწყვეტილი ხარ გარესამყაროს და ხარ შენ ფიქრებთან და ნუ ეგრეთ წოდებულ გათვლებთან თუ არ ვიცი რასთანაც გნებავ და ეს გაძლევს საშუალებას რომ მოწყდე ძიმე სტრესულ დავუშვათ გარემოს, რომელიც გიწევს. ხო კი ბატონო, ამ შემთხვევაში კი. მაგრამ სხვა შემთხვევაში ისე რომ ეს შემოსავლის წყარო და ძალიან დიდი წილია ჩვენ საზოგადოებაში, ეს აქციო და ამის გამო მთელი ცხოვრება ასე ეს აზარტის მასე მახსოვს დამოკიდებულება იგივე ხო ლატარიებთანაც. ნუ ბუნებრივია ეს ისეთი მომენტია ყველგან ელოდები ამ მოგებას, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რამ, იცოდეთ. არის სხვადასხვა სფეროები, რომელშიც თავისუფლება შეზღუდულია, მაგრამ ცეცხლსროლი იარაღი არ შეგიძლიათ რომ გქონდეთ, ხო? ეგრე უპირობოთ, უნდა შემოგვიდეთ, როგორც მე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემა თუ გაქვთ, იგივე ავტომობილის მართვა, შეიძლება არ მოგცეთ ნებართვა, ხო? ანალოგიურია, ანუ ლოგიკა იგივეა. ეს არის სანებართო სფეროს ყველგან. ეს რას ნიშნავს, რომ ბჭყალების საზოგადოებრივად საფრთხილო, საფრთხილო სფეროა ეს. ამიტომ სახელმწიფოები ამას მართავენ. აი ესა. გაასაგებია. და თქვენი მოკლედ რომ გითხრათ ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება, ზოგადად აი ეს ინიციატივები, აკრძალვები, თქვენი აზრით კანონმდებლობა რამდენად ერგება იმ რეალობას, სწორედ ამ რეგულაციის, ამ სფეროს რეგულაციასთან დაკავშირებით. ხო, კანონმდებლობა სტატიკური არც ერთ სამყაროში არ არსებობს, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს, იგი იცვლება და კონკრეტული, ასე ვთქვათ, განვითარების ყვალობაზე ისიც იცვლება. მაგალითად, იგივე ჩვენ სფეროს რო დაუბრუნდეთ, თავის დროზე როცა ეს კანონმდებლობა იქნებოდა, მაშინ არ იყო ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული ასე ვთქვათ, თამაშები, ხო? განვითარების ყვალობაზე ჩვენს კანონმდებლობაში მე 2 დღის წინ აღმოვაჩინეს, არის უკვე ნორმა არის ასე რომ განვითარება რა თქმა უნდა სჭირდება სახელმწიფომ ალბათ ჩემზე თქვენზე თუ რადიომსმენელზე მეტი უნდა იცოდეს ინფორმაციაც უნდა ქონდეს და ანალიზებდეს და ისე მართოს კვლავ არა აკრძალვით არამედ სწორი მართვით მოაგვაროს ეს პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი გახდათ ლევან ალაფიშვილი იურისტი, ჩვენ საუბრობდით აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე, მის ავკარგიანობაზე, გენდერული ამბები დასრულდა და მიკროფონთან მუშაობდა მზია ფარესიშვილი, ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.